მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბლოგი და იცით თქვენ, როდესაც აი ესეთი ფორმატით მაქვს მე განხილვა რაღაც საინტერესო საკითხის და ბლოგის ჩემს არხზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება დეტალურად, სკრუპიოზულად, ყოველგვარი ასე რომ ვთქვათ კითხვის ნიშნების გარეშე და დღეს მინდა შემოგთავაზოთ აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, ამიტომ მინდა ვთხოვო ყველას იყავით ძალიან ყურადღებით და ეს ბლოგი ნახეთ ბოლომდე. Იმიტომ რომ დეტალურად იყოთ საქმის კურსში თუ რეალურად რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეხება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის დემოგრაფია, ერის გენოფონდი, რომელიც რა ვიცი, ეს არის ნომერ პირველი თემა ნებისმიერი ერისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, თუ მას გადარჩენა და სიცოცხლე უნდა მომავალში გააგრძელოს და საქართველოში ეს საკითხი ისევე როგორც სხვა უამრავი საკითხი არის, რა ვიცი, რაღაც ტყუილების, რაღაც პროპაგანდის, არაპროფესიონალიზმის, რაღაც პოლიტიკური ინსინუაციების თემა, ამიტომ დღევანდელ ბლოგში რაც იქნება ნაჩვენები, ეს აბსოლუტურად ყველანაირ, ესე რომ ვთქვათ, თეორიას გაფანტავს და ნორმალური ადამიანი მაქსიმალურად გაიგებს იმას თუ რა ხდება სინამდვილეში ქართველი ერის თავს და ხდება თუ არა ქართველი ერის ფიზიკურად განადგურება, გადაშენება ჩვენი ერის და რის წინაშე ვდგევართ რეალურად. ეს არის რაღაც შეთქმულების თეორიები, ვიღაცის ნათქვამი რაღაც გამოთქმული რაღაც შიშები თუ ეს არის რეალობა, რომელი რეალობის წინაშეც ვართ ჩვენ დამდგარი. ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, რომ გააზიარეთ მაქსიმალურად ეს ვიდეო ბლოგი, რათა ძალიან ბევრმა, მათ შორის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და პროკოცურმა ძალებმა თუ თავად ქოცებმა კარგად ნახონ და თუ ამ ვიდეოში მოყვანილი რომელიმე ფაქტი იქნება აი ტყუილი, მოგონილი, ამათ რაღაცა როგორც ჩვევიათ პოპულისტური, მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში დაუჯდე და ვესაუბრო და ძალიან ბევრი ვიმუშავე თავის დროზე ამ ბლოგის შესაქმნელად და მინდა რომ დღეს თითოეულ თქვენთაგანს გაგაცნოთ ეს ყველაფერი, რომ არ იყოს შემდეგ რაიმე კითხვები გაჩენილი. მოკლედ დავიწყოთ იქედან, რომ დღესდღეობით თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის, უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში აშკარად შეიმჩნევა ის მძიმე რეალობა, რომელი მძიმე რეალობის მოწმენი ვართ ყველა, ესე იგი ქართველები უმცირესობაში და უკვე უცხოტომელები საქართველოში, არ ვიცი, თანდათან ისე მომრავლებული, რომ ხანდახან გაჩერებაზე შეიძლება 40 ადამიანში ერთი ქართველი არ იდგეს და ამას ნათელი თვალით ხედავს ადამიანი. მოდი ერთ პატარა ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც არ არის დიდი ხნის, რამოდენიმე თვის წინანდელია და შევაფასოთ. აი მეგობრებო, რომ არ დაგწამონ ჩვენ რომ ეს ვიდეო არის მონტაჟი, როგორც ხედავთ, აი წარწერაც არის ქართულად NDC, ქართველები არიან, გადაადგილდებიან თბილისში და უცხოტომელები იმდენი არიან მოჭარბებულები, გადაადგილების საშუალებაც კი არ ეძლევა ქართველ ადამიანს ქუჩაში, მანქანით, რაზეც გამოხატავს აღშფოთებას. გავყვეთ ამას ბოლომდე. ასევე ხლა Where are you? How is it?
ეხლა შემოდია რომ ვარტო ფერცაშო ბლოკია ადამიანს უჩნდება ლოგიკური კითხვა, რომ საკუთარ სამშობლოში, როდესაც გადაადგილების პრობლემა ექნება და ხედავს ამდენ უცხო ტომელს და ხედავს ერთად რომელი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები არიან, არ ჭირდება ამას ბევრი ახსნა, მათი ჩასაცმელიდან გამომდინარე, მათი, ესე რომ ვთქვათ, რელიგიური რიტუალებიდან გამომდინარე და ესე შემდეგ. გასაგებია, რომ ეს არიან აზიიდან ჩამოსული, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი, რომელი ხალხიც საქართველოში იმდენად მოჭარბებული არის, რომ უკვე გზაში გადაადგილების დროსაც კი ჩვეულებრივ მოქალაქეს ექნება პრობლემა და აქ ისეთი შეგრძნება, რომ მოხდა სულ სხვა ქვეყანაში, ვიდრე ადრე რომელსაც საქართველო ერქვა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაჩენილი არის საზოგადოებაში სამართლიანი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც საქართველო იცლება სისხლიდან და გადის მიგრაცია არის კატასტროფული და შობადობა შემცირებული და ასე შემდეგ, რა მდგომარეობაშია ერის გენოფონდი. რაც არ უნდა, ესე იგი, სასაცილო და დამცინავი, დამამცირებელი, შეურაცხყოფელი და სატირალი რო ქვია. ნამდვილად სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, ამ დროს ოფიციალური სტრუქტურა საქსტატი გვეუბნება, რომ აღწერა, რომელიც 2024 წელს იქნა ჩატარებული, წინასწარი მონაცემებით, რას ითვლიან ყოველ შემთხვევაში. მე არ ვიცი ამათი თვლის და წერა-კითხვის ამბავი, გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობისო პირიქითო ზრდაო მოხდაო 200,000 მოქალაქითო, რომელიც არისო პლუს 5.4%. რა შეიძლება ეს ყველაფერი დავაბრალოთ, შემოკარგებო, გასაგებია, რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები, ქართული პასპორტის მფლობელები იზრდებიან ქვეყანაში და ითვლებიან ისინი მოქალაქეებად, მაგრამ მათ არანაირი შეხება არ აქვს ქართველიერთან და ზოგადად საქართველოში მცხოვრებ იმ დიასპორულ ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოს შვილები არიან, თუ ეთნიკური უმცირესობა, ვთქვათ, რომელიც საქართველოში რეალურად ეს არის აფხაზები, დანარჩენი არის დიასპორები, ლოგიკურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის და საქართველოს შვილების ზრდა არ ხორციელდება და ხორციელდება სტატისტიკის გაზრდა თან მოქალაქეებით 200,000 მოქალაქით პლუს 5.4%. კარგად დაიმახსოვრეთ, გთხოვთ ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს გვეუბნებიან, რომ წინასწარი მონაცემებია, ეს მერე დაკორექტირდება, ასე იქნება, ისე იქნება. არ ვიცი, ახლა 200,000 ადამიანი როგორ უნდა აგერიოს თვლაში, როდესაც ახდენ მოსახლეობის აღწერას ცოტა გასაკვირი არის, მაგრამ ახლა კოცებს ესეთი რაღაცეების სინდისი, ნამუსი და მსგავსი რაღაცეები არ გააჩნიათ. მოდი, კარგად დავიმახსოვროთ აი ეს მომენტი, რომ მოსახლეობა საქართველოში არის 3.914.000 ადამიანი და ესე შემდეგ. ახლა კი მე მინდა უბრალოდ გაჩვენოთ ოფიციალური მსოფლიო ბანკის სტატისტიკა, რომელიც სტატისტიკაც რეალურად ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში იქნას აღწერილი რეალური მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ას გვეუბნება ეს თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადაამოწმოთ, შეგიძლიათ შეგრძანდეთ აი ამ საიტზე და თავადაც მოიძებნოთ ეს ყველაფერი. რას გვეუბნება მსოფლიო ბანკის სტატისტიკა? მსოფლიო ბანკის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აღწერას
ახორციელებს აგერ დაწყებული 1960 წლიდან განუხრელად ბოლო პერიოდში 1990 წლის მერე გვიჩვენებს, რომ 91 წლიდან უფრო სწორად კატასტროფულ შემცირებას ჩამოდის და დაახლოებით 3.700.000 ადამიანზე არის საუბარი. უფრო დეტალურად რო გითხრათ, 3.700.000, როგორც მახსოვს, 15,000 ადამიანი, რა. აი ამას ამბობს სოფლიო ბანკი, რომელიც საერთოდ მარტო ქართველებს კი არა, აბსოლუტურად ყველა ერს ითვლის სოფლიოში, რომელიც არსებობს. ესენი გვეუბნებიან, რომ ესენი სოფლიოს საერთაშორისო სტანდარტით თვლიან ხალხს, მაგრამ აი საერთაშორისო სტანდარტს, რომელსაც თქვენ შეგიძლია შეხედოთ ამ ყველაფერს, როგორი და რანაირი არის და ამათი დათვლილი შემდეგ ნახოთ თქვენ თვითონ, თუ როგორი არის ამათი დათვლილი საქართველოს მოსახლეობა. როგორც ნახეთ, დაუბრუნდეთ ისევ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შემოვთავაზოთ, რომ აი ეს რა არის აღწერის წინასწარი შედეგი. ხალხო, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რა შეიძლება ამ ყველაფერს უწოდო? არსებობს ტყუილი და არსებობს რაღაცა ესეთი უხეში ტყუილი, რომელი უხეში ტყუილიც მე არ ვიცი ამას უკვე ქვია უტყიფრობა, მოდი ჟარგონულ სიტყვას ვიტყვი, ნაგლობა, რომელი ნაგლობა შეიძლება პირდაპირ ადამიანს თვალებში უყურებდეს მეორე ადამიანი და ატყუებდეს ესე ხისტად, როგორც გვატყუებენ და გვითითებდნენ, რომ 2014 წლიდან ზრდა არის ამდენი და ამდენი ადამიანი. ეხლა შემოგარგებო, მე მინდა შემოგთავაზოთ ბლოგი, გაგრძელება ამ ბლოგი, სადაც ჩემი შედგენილი არის ეს ყველაფერი, დეტალურად არის აქ ყველაფერი აღწერილი, სადაც არის ნაჩვენები, როგორც ცხრილებით, როგორც სტატისტიკით, როგორც პროფესიონალების მიერ დაფიქსირებული საქართველოში რეალური მდგომარეობა, სინამდვილეში რა ჭირს ჩვენს დემოგრაფიას, რა არის მისი განადგურების მიზეზი, რატომ ხდება ქართველი ერის პირდაპირ თქვათ გენოციდი მთელი ამ ხნის მანძილზე და რა გზებით ხდება ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ბლოგში მოყვანილი აბსოლუტურად ყველა დეტალი, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, ეს არის პროფესიონალების მიერ დამუშავებული, დაწერილი რიცხვები და დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ამოღებული ოფიციალური სტატისტიკა, მაჩვენებელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ასე შემდეგ და ჩაყევით ახლა ამ ვიდეოს ბოლოში არ არის დიდი, დაახლოებით არის სადღაც 12 წუთიანი და თქვენ თვალნათლივ გაიგებთ ყველაფერს თუ სინამდვილეში საქართველოში რა ხდება და რასაც ეს სრუპენტელა კოცები გვეუბნებიან ჩვენ, ეს თუ არის დასაჯერებელი, ეს ისეთი დასაჯერებელი არის, როგორც დაახლოებით იაფი ფული, 100 ქარხანა, ესა რა ქვია, სასწაული პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ვინც დაგვინიშნა და ისევე დასაჯერებელი არის, რომ თურმე ქართული მიწა არ იყიდება და ისევე დასაჯერებელი არის, რომ თურმე ესე იგი საქართველოში, რა ქვია, არავის ჩამოსახლებას არ აპირებს. თუ კი თქვენ გჯერათ, აი ესეთი უხეში ნაგლი მატყუარების, თქვენი ალბათ ინტელექტის ბრალი არის და იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში და არანაირ ანალიზში ამათი საქციელი არ ჩდება. ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ ამ ბლოგს, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, შინაურებს და რა ვიცი, დანარჩენი თუ ვინმეს გექნებათ კითხვა, სათავარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. და რაც შიგნით არის მოყვანილი ამ ბლოგში ეს ყველაფერი. ეს არის როგორც კიდე ერთხელ გითხარით, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან აღებული ოფიციალური ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ოფიციალური მონაცემები. აი ეს ყველაფერი იმალება ასე. და ერთი მთავარი გამოსავლენი შემოგარგებო, აი აქ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ როდესაც საქსტატმა დადო ეს მონაცემები, მაშინ ჩვენ დავსინოდნენ სოსო მანჯავიძის თამადობით სხვა ნაძირალა კოცები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში ეთნიკურად ქართველი
1,400,000 დაახლოებით 1,400,000 თუ ირიცხება და საინტერესო ის არის რომ აი ამ აღწერაში რომელიც აღწერაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გააკეთა არსად არ არის მითითებული ეთნიკური ჯგუფი მითითებული არის სიმაღლე, სიგანე, უკაცრავად კანისფერი არა როგორ შეიძლება სქესი, სექსუალური ორიენტაცია და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ არანაირად იქ მითითებული არ არის ეთნიკური კუთვნილება ადამიანების, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტყვით რომ ქართველები ვართ, ეს უკვე ქსენოფობია და უბედურება არის. მოკლედ, აი თუ რას სიყალბესთან, რა ტოტალურ ტყუილთან და სინამდვილეში რას მალავს სტატისტიკა, ამას ვისაც გაინტერესებთ, გაიგებთ და მოკლედ არ ვაპირებ ამ თემაზე მეტის საუბარს, რაც ამ ბლოგში არის ნათქვამი. გამგები გაიგებს და ეხლა ვისაც არ უნდა გაგება ის ვერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ამ მდგომარეობაში რომ ჩაგვაგდეთ. ახლა კი ნახეთ ბლოგი. შენ ვინც ახლა ამ ბლოგის ნახვას აპირებ, საქართველოს შვილი ხარ. მინდა გითხრა რომ შენიერი გენოციდს განიცდის. და თუ შენ ამას ვერ გაიგებ, სხვა ისე ვერ გაიგებს როგორც შენ ენაზე ნათქვამ სიტყვას. ასე რომ ნახე ბლოგი ბოლომდე და დაფიქრდი რომ მასში მოყვანილი თითოეული ციფრი თითოეული შენი თანამემამულის და მათ შორის შენი პერსონალური ბედია. და თუ რამეს არ იყონებ, 30 წელიწადში შენი სამშობლოს და შენი ერის გაქრობას შენი თვალით ნახავ. ჩვენი ფორმულის მეორე მთავარი საკითხი დემოგრაფიაა. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი მოსახლეობაა, მისი გენოფონდი. ამიტომაც ამ საკითხს დეტალურად უნდა ჩაუღრმავდეთ. თქვენ ყურადღებას კი განსაკუთრებულად მოვითხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენს წინაშია ბოლო 1 საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის დინამიკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ 1926-1999 წლებში ბნელი კომუნისტების ეპოქაში, რომლის გინებას დღეს განსაკუთრებით მოდაშია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი 101%-ით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობამ 2,600,000-დან 5,400,000 მიაღწია. როგორც ხედავთ, 1989-2020 წლებში საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული შემცირება აღინიშნება. დინამიკა იმდენად მზარდია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი არითმეტიკის დახმარებით გასაგები ხდება. საქართველოს მოსახლეობა 1,700,000-ით შემცირდა. ეს კი ერის 31.5%-ია. ახლა ვნახოთ, რას ამბობენ ამ ყველაფერზე პროფესიონალები. ფოტოს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, ჩემი პირადი კონტაქტებით მოვიპოვე ქართველი დემოგრაფისგან. მასზე ასახულია ის კატასტროფული ვითარება, რომელსაც ერთადერთი სიტყვა გენოციდი შეეფერება. 2010 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის შესწავლა იყო. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდებოდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ 2050 წელს საქართველოს დემოგრაფიული კოლაფსი ელოდა. კვლევის თანახმად კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი სერიოზულად ირღვევა, რადგან აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. მოსახლეობის შემცირების კუთხით საქართველო 232 ქვეყანას შორის ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, ხოლო შობადობის მხრივ 174-ეს. 2010 წელს გაკეთებული გაეროს პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2030 წელს 3,700,000 უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს დამანგრეველი ზღვარი საქართველომ 2014 წელს გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის არსებობის მომენტში ბოლო 29 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 1,700,000-ით კი არა, 1,800,000-ით შემცირდა. კითხვა, რომელიც დემოგრაფთათვის არის დასმული, თუ როგორ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო, დემოგრაფიაში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გეოპოლიტიკაში ასეთ სახელმწიფოებს მსხვერპლი სახელმწიფოები ეწოდებათ. მოსახლეობის შემცირების მიზეზი ბოლო 32 წლის მანძილზე ომებთან და ეკონომიკურ კოლაფსთან ერთად ქვეყანაში მოქმედი სოციალური პოლიტიკაცაა. ანუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, რაც აიძულებს მას დატოვოს ქვეყანა ან შეამციროს შობადობა. ცნობისთვის 2022 წელს 125,269 ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა. კორონავირუსის პანდემიამდე 2016 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა. კვლევა საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 69% სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფება.
ეს კი საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 93%-ია. UNICEF-ის კვლევის მიხედვით კი საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ სიღატაკეში ცხოვრობს, რაც საერთო ჯამში 77,000 ბავშვია, რომელიც შიმშილობს. უფრო შემზარავია ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს 5 წლამდე ასაკის 800 ჩვილი იღუპება, რომელთაგან 300 საკვების ან მასთან დაკავშირებული დეფიციტით არის გამოწვეული. ასევე შემზარავია საქართველოში არსებული აბორტების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2004-2020 წლებში აბორტების რაოდენობამ 300,000 გადააჭარბა. დამიჯერეთ, ეს რიცხვი ბევრად დიდია, უბრალოდ ყველა სასახვა სტატისტიკაში ვერ ხერხდება. ძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ქვეყანაში განსაკუთრებით გაზრდილია მოსახლეობის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე, რაც ბუნებრივია დემოგრაფიაში პოულობს ასახვას. 2017 წლის კვლევის მიხედვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა საქართველოში 700,000 იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი მილიონს ცდება. აზარტული თამაშები სუიციდზე აწყობილი ბიზნესია და შემაშფოთებელი სტატისტიკა გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ წლების მანძილზე იკვლევდა აღნიშნულ სფეროს. 2019 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც თბილისის 10 საჯარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55% ბიჭი იყო, ხოლო 45% გოგონა. ასეთი შედეგი აჩვენა, აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56%, ხოლო გოგონების 44%. 17-მა ახალგაზრდამ თავი თამაშზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, ხოლო 7-მა თვითმკვლელობას სცადა. სტატისტიკის მიხედვით განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის აზარტული თამაშებით გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14 წლიდან 31 წლამდე მერყეობს. ამ ყველაფრის პარალელურად გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი, რომ პენიტენციალურ სისტემაში 9287 პატიმრიდან 856 აზარტული თამაშების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რაც მთელი პატიმრების რაოდენობის თითქმის 10%-ია. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ 2017 წელთან შედარებით 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 500%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5 მილიარდ 60 მილიონი იყო, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 32 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე 10 მილიარდ 206 მილიონით მეტია. –2017 წლიდან საქართველო კავკასიაში თვითმკვლელობის შემთხვევების სიმრავლით პირველ ადგილზეა. ბოლო 20 წლის მანძილზე სუიციდის 6000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის მონაცემებით კი სუიციდის რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა და ის საშუალოდ წელიწადში 312 შეადგენს. წინა წლებთან შედარებით თვითმკვლელობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება 61-75 წლის ასაკის ადამიანებში. ხოლო ზოგადი შემთხვევებით 16%-ით არის მომატებული. ქართული გენოფონდის მთავარი მტერი ასევე ნარკომანია. ამ დაავადებამ მოიცვა სრულიად საქართველო და მისი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა, რომელთა ოფიციალური სტატისტიკა აი ასე გამოიყურება. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკით ინექციური ნარკომანი, ანუ რომელიც ნემსით მოიხმარს ნარკოტიკს, ქვეყანაში 52,500 ადამიანი იყო, რომელიც 2,24%-ით გაზრდილია 2014 წლის მონაცემებთან.
ეს კი ციფრებში 3000 ადამიანი არის. სტატისტიკის მიხედვით ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა 18 წლიდან 64 წლამდე მერყეობს. ოფიციალური სტატისტიკის მიღმა არსებობს არაოფიციალური სტატისტიკა, რაც ყველაზე მეტი რეალურად ასახავს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში სტატისტიკოსები 1-3-ის პრინციპს იყენებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალურად 3-ჯერ მეტი ნარკოდამოკიდებული გვყავს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არის ასახული. მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ინექციური ნარკოტიკის სტატისტიკას. და ის არ ითვალისწინებს ისეთი ნარკოდამოკიდებულების აღრიცხვას, როგორებიც არიან ბიოზე, მარიხუანაზე, სინთეთიკურ თუ კლუბურ ნარკოტიკზე დამოკიდებული ახალგაზრდები. სტატისტიკიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაჩაღებული არის ოპიუმის ომი. სოფლიო ისტორიიდან კი მინდა შეგახსენოთ, რომ ოპიუმის ომი ეს უკვე არსებული პრაქტიკაა. 1840-1860 წლებში ბრიტანეთის იმპერიამ ჩინეთის იმპერიის წინააღმდეგ აწარმოა ოპიუმის ორი ომი, რომლის მიზანიც ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, რითაც ჩინეთის ახალგაზრდობის მოწამვლა იყო დაგეგმილი, რამაც ჩინეთს 20 მილიონი ახალგაზრდა მოუკლა. ბრიტანელი სტრატეგების მთავარი სამიზნე იყო მიეღწიათ ჩინეთში ოპიუმის დეკრიმინალიზაციისთვის. ამის შემდეგ კი მათ შეიტანეს ჩინეთში 10,000-ობით ტონა ნარკოტიკი, რომელიც ჩალის ფასად დაურიგეს ადგილობრივ ახალგაზრდობას. ოპიუმის ომმა 20 მილიონი ახალგაზრდა ჩინელის და ჩინეთის იმპერიის მარცხი გამოიწვია. ოპიუმის ომის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრა ჩინეთმა მხოლოდ და მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო. ყოველივე ამ უბედურებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოსახლეობის შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში ხდება. არ მინდა ვინმე მისე გაიგოს, რომ ვითომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს სხვანაირად განვიხილავდი. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ყველა ადამიანი საქართველოს შვილია. უბრალოდ ამით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უშუალოდ აბორიგენი ქართული მოსახლეობის მიმართ გატარებული მტრული პოლიტიკის შედეგად ეს მძიმე სურათი მივიღეთ. და როგორც დიდი მერაბ კოსტავა გვეუბნებოდა, დადგა დრო, როდესაც ქართველებმა ხელისცეცებით უნდა მონახოთ ერთმანეთი. და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ ზოგადი სტატისტიკა. სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ქვეყანაში შობადობას და გარდაცვალებას. კარგად დააკვირდით ბოლო 3 წელიწადს და ნახეთ, როგორი კატასტროფული სხვაობა არის გარდაცვალებას და შობადობას შორის. აქედან გამომდინარე, შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, რომ 118 სკოლაში ბავშვი არ შევიდა, ხოლო 255 სოფელი დაცარიელდება. მე მინდა გითხრათ უფრო მეტიც. ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში საერთო ჯამში 500 სოფელი დაიცალა.